პირველ რიგში გვინდა კითხოთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასება, რა პროცესებიც დღეს ვითარდება უკრაინაში და როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახდენს ზეგავლენას საქართველოსაც ანალოგიური მდგომარეობა, ვინაიდან პარაფირების შემდეგ ჩვენ წინ გვაქვს 1 წელი, რომელიც ისე მოხდა, რომ ეს ვილნიუსის სამიტი და მისი წინა პერიოდი ერთგვარი ისტორიული არჩევანის ხანა გამოდგა გარკვეული ქვეყნებისთვის, ჩვენ ასე ვთქვათ, ევროპისკენ მივდივართ თუ რუსეთისკენ, ასე ვთქვათ, ამაზე ხშირად საუბრობთ, მაგრამ აი ვილნიუსის სამიტის წინ ეს არჩევანი რაღაც დადგა კაფეო დღის წესრიგში და ორმა ქვეყანამ, ჯერ სომხეთმა, მერე უკრაინამ ვარი თქვეს, ასე ვთქვათ, ევროპულ ორიენტაციაზე. და უკრაინის შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით ძნელად მისაღები არჩევანი აღმოჩნდა ხალხისთვის, იმიტომ რომ რამდენიმე წლის მანძილზე უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტი იანუკოვიჩი ისე იქცეოდნენ, რომ თითქოს ისინი, ასე ვთქვათ, ყველანაირად პრიორიტეტს ანიჭებდნენ ევროპულ ინტეგრაციას და ბოლო მომენტში მოულოდნელად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ახლა სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური პროტესტია, თუმცა მისი სიმწვავე ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც გარკვეულად მოულოდნელი იყო, როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით, მაგრამ როგორც მინიმუმი იანუკოვიჩის ხელისუფლებას ერთგვარად წყალი შეუდგა და მისი ლეგიტიმურობის დონე შესუსტა. თუმცა ფორმალურად, რა თქმა უნდა, იანუკოვიჩს ჰქონდა უფლება მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. რაც შეეხება იმას, როგორ აისახება ეს საქართველოზე, რამდენიმე რამე შეიძლება ითქვას, ხადი არსებობს მოლოდინი და ყველას აქვს ეს მოლოდინი, რომ თუ კი რუსეთს საბოლოოდ გაუვიდა, ასე ვთქვათ, ზეწოლა უკრაინაზე და წარმატებაში ჩაეწერა მას, რომ აი სომხეთს და შემდეგ უკრაინას გადაახვევინა ევროპის გზისკენ, არის ვარაუდი ვიფიქროთ, რომ ის სწორად გააძლიერებს ზეწოლას საქართველოსა და მოლდოვაზეც. მოლდოვაზე უკვე არის საუბარი, რომ აი თქვათ ის აპირებს დნესტრისპირეთის აღიარებას, ისე როგორც აფხაზეთი და სამხატვრო აღიარა და ამით უნდა მასზე ზეწოლა მოახდინოს. ასე რომ ზეწოლა რო იქნება რაღაც ამაზე, შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. შემდეგ უკვე საკითხი დგება ის, თუ რა არის ის ბერკეტები, რომელიც რუსეთს საქართველოს მიმართ აქვს, მაინც და მაინც ბევრი ბერკეტი მას აღარ დარჩა. ასე რომ თუ ჩვენი ხელისუფლება სიმტკიცეს და თანამდებობას გამოიჩენს, წესით მას არ უნდა აღმოაჩნდეს იმის ბერკეტი, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, აი ამ ბოლო 1 წელიწადში პარაფირებიდან ხელმოწერამდე გადაახვევინოს ევროპის ინტეგრაციის გზას. მეორე მხრივ ეს ერთგვარი მოვლენები, ერთგვარი გამოფხიზლება აღმოჩნდა ევროპისთვისაც, მანამდე ევროპა შეჩვეული იყო იმ რეჟიმს, როდესაც მას ეხვეწებოდნენ, ასე ვთქვათ, ოღონდ შენ რაღაც მიგვიღე სადღაც და რაღაცაზე ხელი მოგვაწერინე და მას შეეძლო რაღაც პირობები დაეყენებინა ცალსახად. განსაკუთრებით უკრაინის გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი იმედგაცრუება და გარკვეულად გაბრაზებაც გამოიწვია ევროპაში, როდესაც რამდენიმე წლის მუშაობა ფაქტიურად წყალში ჩაუყარეს. ასე რომ ალბათ რაღაც საფუძვლიანი იმედი უნდა გქონდეს, რომ ევროპის მხრიდან მხარდაჭერა და დახმარება უნდა იყოს იმ ორი ქვეყნის მიმართ მაინც, რომლებმაც მტკიცედ შედარებით უფრო მტკიცედ და თანამდებრულად აიღეს ორიენტაცია ევროპულ ინსტიტუტებზე და ევროპულ ღირებულებებზე. გააჩნია ღია ზეწოლაში რას ვიგულისხმებთ, თავისთავად თქვათ იმ ავთულხლარდების დადგმა და ასე შემდეგ, ეს უკვე ზეწოლაა. ხო, რაც გინდა იყოს, რკინის იქნება თუ მავთულების, ყოველ შემთხვევაში ეს არის ზეწოლა. ახლა უფრო დრამატული ზეწოლა სამხედრო ინტერვენციის სახით ალბათ ძნელი წარმოსადგენია. რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ასე რომ ეს ბერკეტი მას პრინციპში
ამოწურული აქვს, ეს ჯებირების და მართლმსვართების და რაღაც ბანერების დადგმა ეს ალბათ უფრო მაინც დემონსტრაციული ზეწოლაა, რომელიც ძალიან მტკივნეულია ცხადია იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ ცხოვრობს და ვისაც მიწას ართმევენ პრაქტიკულად, სარჩოს ართმევენ ამით, მაგრამ პოლიტიკურად ის დრამატულად აღარ ცვლის სიტუაციას შედარებით იმასთან, რომ ეს ტერიტორიები რუსეთმა აღიარა უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ასე რომ მას ზეწოლის მექანიზმებად რჩება, შეიძლება დარჩეს რაღაც ეკონომიკური ბერკეტები, თუმცა ესენი ძალიან ძლიერი არ არის და რაღაც манипуლირება საქართველოს შიდა სიტუაციით. სხვა ბერკეტებს ამ წუთში მე ვერ ვხედავ და თუ ის ჩათვლის რომ რაღაც ბერკეტების ამოქმედება შეუძლია, არ ამგონია რომ სოჭის ოლიმპიადამდე სოჭის ოლიმპიადას მოუცადოს მაინც და მაინც და ამის მიხედვით იმოქმედოს. ჩემი აზრით, თავისთავად ეს გადასინჯვა წარსულის საქმეების პოპულისტური პროექტი იყო, თუ წავალთ ამ გზით, რატო უნდა შევჩერდეთ სააკაშვილის პერიოდზე, რატო უნდა გადავსინჯოთ შევარდნაძის პერიოდის საქმეები, ან არ ვიცი, კომუნისტების პერიოდის საქმეები, ეს ჩემი აზრით თავიდანვე მკვდრად შობილი იდეა იყო და მასზე არის თქმა, ეს არის ელემენტარული საღი აზრის გამოვლენა. გასაგებია, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ამას შეეწინააღმდეგებიან. ეს ძალები შეიძლება მათ მისაწვდომობა ჰქონდეთ მედიაზე და ხმაურის ატეხვის საშუალება ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ ამგონია ასახავდეს საზოგადოების რაღაც დიდი ნაწილის განწყობას. მე არ ვიცი, ასე ვთქვათ, საგანელი კონკრეტულად ბატონი დავით საგანელიძის, ასე ვთქვათ, შესახებ ეს ინფორმაცია რამდენად სანდოა, ხშირად ვრცელდება რაღაც ინფორმაცია და ის საფუძვლიანი არ აღმოჩნდება, თუმცა მას აქვს უკვე გამოცდილება პოლიტიკიდან წასვლის და ბიზნესში დაბრუნების, უკვე ერთხელ მან ეს გააკეთა, ახალ მემარჯვენეები დატოვა, ახლა შეიძლება ეს კოალიციას დატოვოთ, გასაკვირი ამაში არაფერი იქნება, თუმცა ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კოალიცია არის ბიძინა ივანიშვილის შექმნილი, მისი, ასე ვთქვათ, ნაშიერი და დღეს ის, როგორც გვითხრა, წავიდა პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, არსებობს მოლოდინები, ვარაუდები, რომ შეიძლება ის რაღაც ფორმით მაინც დარჩეს ამ პოლიტიკურ მოთამაშეთ და ამ კოალიციის გამაერთიანებელ საწყისად, მაგრამ შეგვიძლია თამამად ვიწინასწარმეტყველოთ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი რეალურად წავიდა პოლიტიკიდან და ის როგორც გამამთლიანებელი ძალა, გამაერთიანებელი ძალა აღარ იქნება ამ კოალიციის უკან, მაშინ ძალიან რთული იქნება ამ კოალიციის ერთიანობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილის და მეორეს მხრივ წინა ხელისუფლების სიძულვილის გარდა ამ ხალხს არაფერი არ აერთიანებს. და პირველი მერცხალი იქნება დავით საგანელიძე თუ ვინმე სხვა, ეს უკვე ვიწრო და ტექნიკური საკითხია.
მე მიჭირს ნამდვილად ასეთი წინასწარმეტყველების გაკეთება, შეიძლება სავსებით შესაძლებელია შენარჩუნდეს, იმიტომ რომ თავისთავად ხელისუფლებაში ყოფნა არის შემადუღაბებელი ძალა, ასე ვთქვათ, ვინც გადაუხვევს მას, ის ხელისუფლებაში აღარ იქნება და ამ კომფორტს დაკარგავს, ფსიქოლოგიურს თუ მატერიალურს, მაგრამ მეორე მხრივ ასევე ბუნებრივია, რომ რაღაც დაშლის პროცესები დაიწყოს. ამის წინასწარმეტყველება მე მგონი არც ირაკლი ღარიბაშვილს არ შეუძლია და არც ბიჯინა ივანიშვილს და არც რომელიმე, ასე ვთქვათ, ყოვლისმცოდნე ექსპერტს. მეც ასეთი ყოვლისმცოდნე არა ვარ და ასე რომ ასეთ პრეტენზიას ვერ განვაცხადებ, რომ ვიცი ის როდემდე და რა ფორმით შენარჩუნდება. აქ რამდენიმე საკითხია, თავისთავად ფსიქოლოგიურად გასაგებია, რომ როგორც ხანდახან ამბობენ, ქუთაისლებს ხო უნდათ, რომ ქუთაისელი იყოს მათი მერი, ზესტაფონელებს ზესტაფონელი და თელაველებს თელაველი და ამ შემდეგ და რატო არ უნდოდეთ თბილისელებს, რომ თბილისელი იყოს მერი, ფსიქოლოგიურად ეს შემთხვევით გასაგებია, თუმცა თბილისელის განსაზღვრება შემთხვევით ვთქვათ, ნათელი არ არის. ახლა მე პირადად მესამე თაობის თბილისელი ვარ. ბაბუაჩემი იყო აბაშელი და მე ვარ თბილისელი, აბა თბილისელების უდიდესი უმრავლესობა ან მეორე თაობის თბილისელი, ან მესამე, მაქსიმუმ მეოთხე, ვიღაცა თვითონ ჩამოვიდა თბილისში და გახდა თბილისელი, ვთქვათ, არის უკვე 20 წელია თბილისელი, სიტყვაზე არ ვიცი ბატონი ნარმანია, რამდენი წელია რაც თბილისელი, ამიტომ სად გადის ეს ზღვარი მე არ ვიცი. თბილისი განსხვავებული ფენომენია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალაქი, ყველა თბილისში ჩამოდის და თითქმის ყველა თბილისელი არის ჩამოსული, როგორც თქვი, ოღონდ გააჩნია რომელი თაობის, ასე რომ ეს აქ რაღაც კაფეო კრიტერიუმების დადგენა ძნელია. რაც შეეხება იმას, თუ დაუჭერს თუ არა ბატონ ნარმანიას მხარს საზოგადოება, თავისთავად ეს საინტერესოა წმინდა პოლიტიკურად, ეს იმიტომ რომ ეს არის ბიჯინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება, როგორც ყველა სხვა ძირითადი საკადრო გადაწყვეტილება და ეს იქნება გამკვეული გამოცდა იმისა, ხალხი უჯერებს ბიჯინა ივანიშვილს მიუხედავად იმისა, რომ ნარმანია ბევრი თბილისელი მთლად თბილისელად არ წარმოიდგენს, თუ აღარ უჯერებს, თქვათ. ამ კუთხით იქნება საინტერესო, მაგრამ ჩემი ვარაუდია ყოველ შემთხვევაში, ისევ მეორე ხო წინასწარმეტყველის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ რომ თბილისის მერის არჩევნები, ისევე როგორც ზოგადად თვითმმართველობის არჩევნები, უფრო კონკურენტული იქნება და უფრო მწვავე იქნება, ვიდრე იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ნარმანიას თბილისის ძალიან პოპულარულია იმის თქმა, რომ თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე და არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი. გიგი უგულავაც პრაქტიკულად მისი პიარი ბოლო წლებში ამის ხაზგასმაზე იყო, რაიმე მეურნე ვარ და პოლიტიკურ განცხადებებს ნაკლებად ვაკეთებ, როგორც ჩანს, ასეთი დაკვეთა მართლაც არის საზოგადოების რაღაც ნაწილიდან, თუმცა თავისთავად ეს თლად ლოგიკური არ მეჩვენება. თბილისი არის საქართველოს სულმცირე 1/4 და მისი პირდაპირ არჩეული მერი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ფიგურა, თუმცა მას უნდა ქონდეს მეურნის თვისებებიც. ჩვენ ჯერჯერობით ბატონ დავით ნარმანიას მე ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ როგორც კომპეტენტურ ეკონომისტს, რომელიც კარგად ერკვევა ეკონომიკაში და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ის არასამთავრობო ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ლიდერი იყო, მაგრამ ჯერჯერობით მას პოლიტიკოსის თვისებები, რომელიც სჭირდება მერს, არ გამოუვლენია და ერთია იყო ეკონომისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი, თბილისის მართვას ძალიან სხვა დონის და სხვა რანგის მენეჯმენტი სჭირდება, შეიძლება მან ეს შეძლოს, შეიძლება გაუჭირდეს, ამის თქმად მე მიჭირს.
არსებობს ორი ფაქტორი, ერთი რომ ჩვენ უყურებთ ციფრებს, გამოკითხვის ციფრებს, დიახ, კოალიციის რეიტინგი რჩება საკმაოდ მაღალი, მაგრამ ის ნელ-ნელა ქვევით იწევს, რაც ალბათ გარდუვალია ყოველთვის, ასე ვთქვათ, ახლად არჩეულ ხელისუფლებას მიმართ რაღაც ეიფორიული დამოკიდებულებაა და ნელ-ნელა ეს დამოკიდებულება იცვლება. მეორე ფაქტორია, რომ რამდენად იქნება ასოცირებული, რამდენად დარჩება მყარი ეს ასოცირება ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია ქართულ ოცნებას შორის. ახლა ფაქტია, რომ რაც გვინდა ჩვენ ვარაუდები გქონდეს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მიდის პოლიტიკიდან, მასშტაბად მიდის კოალიციიდან, რაღაც დისტანცირებას ის საჯაროდ მაინც გააკეთებს კოალიციისგან და რა გავლენა იქნება ამას რეიტინგზე, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ კოალიციის რეიტინგი დამოკიდებულია პირადად ბიძინა ივანიშვილზე, ცხადია, რომ ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ მისი წასვლა პოლიტიკიდან არ წაადგება კოალიციის რეიტინგს. კი ბატონო. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს უპირატესობა ოპოზიციასთან, როცა ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მას ჰქონდა ავტომატურად უპირატესობა იმ ხელისუფლებას, რაც საკეთებდა ხელისუფლება კარგს, ის ვთქვათ, ეწერებოდა მის კანდიდატებს, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას, რომ იმავე მიზეზით შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ოპოზიციას, რაც გინდა ცუდი გააკეთოს ხელისუფლებამ, რაც გინდა იმედგაცრუება იყოს ხელისუფლებით, ის აისახება ისევ კანდიდატის რეიტინგზე. ჩემი აზრით, ცოტა ნაადრევი იყო, კი და შეიძლება ეს არც იყოს მომგებიანი, თვითონ ქართული ოცნებისთვის ასე ნაადრევად გამოცხადება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ არმანია ნაადრევად იქცა კრიტიკის და ყურადღების ობიექტად და შეიძლება ეს მას არ გამოადგეს. ეს ერთგვარი ზედმეტი თავდაჯერებულობის გამოხატვა იყო, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მან ასე ვთქვათ, დაუტოვა კოალიციას თავის კანდიდატი და დარწმუნებულია, რომ ახლა მან ეს დაუტოვა, კოალიცია რომ მიიღებს ეს ცხადია, ამაზე დავა არ არის, მაგრამ ხალხის დაუჯერებს. პირადად ნარმანია არ მგონია იყენებდეს, მაგრამ ჯერჯერობით მე მგონი არ დგას ეს საკითხი, უშუალოდ კამპანიამდე დიდი დრო რჩება, ასე რომ კამპანიის თვალსაზრისით რობინიმე რამე რესურსი იყენებდეს, ამაზე ლაპარაკი ალბათ ნაადრევია, მაგრამ თავისთავად რა თქმა უნდა, თანამდებობაზე ყოფნა ეს ფაქტი არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსი, იმ აზრით, რაც აქ ითქვა. ხო, ეს არ ვიცი, მე მგონი არა აქვს ვალდებულება აქვს თორა თანამდებობის დააყენა, მე მგონი არა აქვს ეს ვალდებულება, შეიძლება ვთქვათ, შვებულება მოუწევს უკვე იმ დროისთვის, უფლება ექნება შვებულების ერთ წელზე მეტი გავა თანამდებობაზე ყოფნიდან და შეიძლება კარგი ჟესტი იყოს, რომ ან დატოვოს თანამდებობა, თუ ასე ვთქვათ, დარწმუნებულია იმაში, რომ მოიგებს არჩევნებს, ან შვებულებაში გავიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი არ დგას.